დაგიბრუნდით და ეხლა უნდა მოგიყვეთ მომავალი ალბათ რა ვიცი 12 წუთის განმავლობაში უნდა მოგიყვეთ სადამდე მივიდა მედიცინა და სამედიცინო რუბრიკით ვაგრძელებთ მართალია ხო მოკლედ ენდოკაფსულური კვლევა თუ ხსნათ არ ვიცი მე გეტყვით ეს არის სწრაფი და ეფექტური მეთოდი საჭმლის მომნელებელი სისტემისა და წვრილი ნაწლავის ყოვრის მომცველი გამოკვლევისთვის. ეხლა რა ხდება? საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრის შემდეგ ენდოკაფსულა მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეისწავლის მომნელებელი სისტემის და წვრილი ნაწლავის მდგომარეობას, ჩამწერი სისტემის საშუალებით აფიქსირებს დაზიანებული ადგილების მდებარეობას და ახდენს მათ 3D ვიზუალიზაციას. ხო, კაია. ენდოკაფსულის საშუალებით ჩატარებული დეტალური გამოკვლევა სპეციალისტებს ეხმარება პაციენტისთვის ოპტიმალური კურნალობის კურსის დაგეგმვაში. როგორ ხდება ეს ამბავი წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულური კვლევა ნიუ ჰოსპიტალში? ამაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ნიუ ჰოსპიტალის ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი ზანდა კუტივაძე და ეხლა უნდა მითხრას რატო არ უნდა შემეშიდეს ამ რაღაცის ჩემს შეშების მოგესალმებით ზანდა. მოდიოთ თქვენს ახსენით აჩვენებლად მოყვა მაინც რას გულისხმობს ენდოკაფსულარული კვლევა და როგორ ხორციელდება, როგორ ტარდება ეს? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მოგახსენებთ ენდოკაფსულარული კვლევა ის გახლავთ წვრილი ნაწლავის ერთადერთი კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც დეტალურად ხდება წვრილი ნაწლავის გამოკვლევა. კაფსულა თავისი ზომებიდან გამომდინარე არის სადღაც დაახლოებით სანტიმეტრი ნახევარი და არ უჭირთ ხოლმე პაციენტებს მისი ამ ზომის მედიკამენტებს მოიხმართ და ჩვეულებრივად ესეც მსგავსი მულტივიტამინით მსგავსი ზომის არის ჩავთვალოთ. გადაყლოპვის შემდეგ კაფსულა გაივლის კუჭნაწლავის ტრაქტს და ხდება მონაცემების გამოსახულების აღბეჭდვა სპეციალურ მოწყობილობაზე, რომელიც პაციენტს აქვს მიმაგრებული წელზე კამრის საშუალებით და მხარზე გადაკიდებული აქვს რეკორდერი. ამ აპარატურით ის მიდის კაფსულას გადაყლოპვის შემდეგ, ხო? დიახ, როდესაც ჩაყლოპავს, შემდეგ ტოვებს კლინიკას. ერთ-ერთი პრიორიტეტი ესეც არის, რომ ამბულატორიულ რეჟიმში ტარდება ჩარევა და არასტაციონარულ პირობებში და გვიბრუნდება უკვე მომდევნო დღეს. აი რა არის გასათვალისწინებელი ამ დროს? გავიგეთ რომ ეს მარტივად მისაღებია ეს კაფსულა, აპარატურა გაქვს თან და არც სიმძიმეს წარმოადგენს ალბათ და არც რაღაც დისკომფორტს. უბრალოდ რაღაც ქცევა უნდა შეცვალოს, თუ სახში უნდა წავიდეს და მშვიდად უნდა იყოს, რა უნდა გაითვალისწინოს ამ ერთი დღე-ღამის მანძილზე, 12 საათის მანძილზე, როცა ეს უნდა ატაროს. დიახ, უბრალოდ მაგნიტურ ველს უნდა მოერიდოს, რომ არ მოხდეს ჩაწერის დროს არტეფაქტებს არ კონდეს ადგილი. დანარჩენი არანაირად არ იზღუდება პაციენტი, ჩვეულებრივად მოძრაობა გადაადგილდება, პირიქით ფუხსნით ხოლმე, რომ აი მუცლით სუნთქვები აკეთოს, ბევრი იაროს, თუ ამის სურვილი ექნება, რომ სწრაფად გაიაროს. ყვება ასეთ დროს შეიძლება, ხო, რაშია შეზღუდული? 5-6 საათში უკვე შეუძლიათ წყლის და საკვების მიღება, ნებისმიერ საკვების მიღება, ანუ მეტი შეზღუდვა პაციენტს არ აქვს. რა საშუალება მოგვცა ამ კვლევამ? თქვენ თქვით, რომ აქამდე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ამ უბნის კვლევა, დღეს ეს შესაძლებელია და რას ნიშნავს ეს ექიმისთვის და რას ნიშნავს ეს პაციენტისთვის, თქვა, რატომ არ იყო ამის შესაძლებლობა და დღეს ეს რას სურათს გვაძლევს? სწორი კითხვა. ანუ პრიორიტეტულად ჩვენ ვნიშნავთ ამ ენდოკაფსულარულ კვლევას გაურკვეველი სისხლდენების დროს კუჭნაწლავის ტრაქტიდან. როდესაც პირველად ჩატარებული აქვს პაციენტს დასაწყისში ვატარებთ გასტროსკოპიას და კოლონოსკოპიას და აი ამ კვლევების ფონზე სისხლდენ მიზეზს ვერ პოულობთ, შემდეგ უკვე აუცილებლობა დგება იმისა, რომ გაკეთდეს ენდოკაფსულარული გამოკვლევა, ვინაიდან ვარაუდობთ, რომ სისხლდენა არის წვრილი ნაწლავიდან, რომელსაც ვადიაგნოსტირებთ და შემდეგ დასტურდება, რა თქმა უნდა, შესაბამის პათოლოგიით. თუმცა გარდა გაურკვეველი სისხლდენებისა, აუცილებელია კიდევ აუცილებლობას არ წარმოადგენს, უბრალოდ შესაძლებელია გაკეთდეს უკვე ქრონიკული მუცლის ტკივილების შემთხვევებში. ასევე შესაძლებელია მალაბსორბციის დროს, როდესაც მიღებული საკვების შეთვისება, ანუ შეწოვა ვერ ხდება სათანადოდ ორგანიზმიდან. კრონის დაავადების დროს, სიმსივნეებისა და დიარეის შემთხვევებში შესაძლოა გაკეთდეს, ანუ წინააღმდეგჩვენება არ არის და ეს საკმაოდ ინფორმატიული კვლევა წვრილი ნაწლავის დიაგნოსტიკისთვის, ვინაიდან თავისი ლოკალიზაციიდან გამომდინარე წვრილი ნაწლავი, რომელიც არის დაახლოებით 5-7 მეტრა,
ვერ წუდებით ჩვენ ტრადიციული ენდოსკოპიური აპარატურით, გასტროსკოპით და კოლონოსკოპით ვერ წუდებით ამ ნაწლავს, რომ გამოვიკვლიოთ შიგნიდან. ანუ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთადერთი და ყველაზე თანამედროვე მეთოდია ამ კვლევების. დიახ, შესაძლებელია თამამად ითქვას, რომ არის ერთადერთი მეთოდი ჯერჯერობით წვრილი ნაწლავის სრულფასოვანი კვლევისათვის. თუმცა სხვა მეთოდებთან ერთად უკვე სრულად არის ნაწლავის კვლევა შესაძლებელი, ხო? ეს ყველაფერი სრულ სურათს მისცემს, თქვათ იგივე ენდოსკოპიასთან ერთად, იმისთვის რომ ადამიანმა იცოდეს რა ხდება მის ნაწლავში. კომფორტზე და დისკომფორტზე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი. მე მახსოვს რომ რაღაცა ეს კუჭის კვლევა როცა ხდებოდა ხოლმე ეს გადაყოლაზოდეს ხო როგორი პრობლემა იყო და არის ადამიანები ფაქტობრივად ხელს აწერდნენ იმას რომ არ იყოს პრობლემა. ამაზე მინდა კიდევ ერთხელ გავახსოვოთ ყובה. თქვენ თვით რომ ფაქტობრივად ამბულატორიულია ეს კვლევა ხო გადაყლაპე წად. აი ეს გადაყლაპე და წავედი რა დროის მასშტაბია. ანუ რამდენი დღე გრძელდება ამ დღეების განმავლობაში რამე დისკომფორტი, რამე სპეციფიკები, რა მაგას აკლებისება. კაფსულის შემთხვევაში კაფსულა ორგანიზმს ტოვებს სადღაც 18 საათში 24 საათში, თუმცა ჩაწერა მიმდინარეობს 14-დან 18 საათამდე. მომდევნო დღეს გვიბრუნდება პაციენტი და გვიბრუნებს აი ამ მოწყობილობას, რაც მას დამაგრებული აქვს სხეულზე ქამრის და ესე ვთქვათ რეკორდერის სახით. კაფსულა კიდევ ფიზიოლოგიური გზით ტოვებს ორგანიზმს და ჩანაწერი რჩება და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ის ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს. ერთადერთი ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ალბათ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ეს დასაწყისია იმისთვის, რომ კვლევა ხორციელდება, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება ეს კაფსულა ისეთი გახდეს, რომ გარკვეული სხვა ფუნქციაც ჰქონდეს და ვთქვათ, პრობლემის აღმოფხვეშიც დაეხმაროს, ხო? წინ რა შეიძლება გქონდეს? შეგვიძლია ჯერჯერობით ამ კაფსულის ესე ვთქვათ, ჩვენ ექიმებს წინასწარ სხვა შემთხვევაში საკმაოდ ინფორმატიულია. სრულ ინფორმაციას გვაწვდის, ანუ გამორიცხულია რომ რაღაც უბანი გამოტოვოს, სწრაფად გაიაროს, ანუ ბევრ ფოტო და ვიდეო მასალას ვიღებთ და სრულფასოვან კვლევას ვაკეთებთ. უპირატესობები არის აგრეთვე ის, რომ ტოვებს კლინიკას, არის არაინვაზიური აბსოლუტურად და არ საჭიროებს ნარკოს, ანუ ანესთეზიას. ძირითადად ეს და პრობლემები, რა დროსაც ხდება კაფსულას გამოყენება, ასაკთან თუ არის კავშირში, არ ვიცი, ამ პრობლემებს სქესი თუ აქვს, იმიტომ რომ მეტნაკლებად ვისთვის, რა დროს, რა პერიოდში არის, რა ხდება საჭირო, თქვათ, მსგავსი მეთოდის გამოყენება. არ აქვს შეზღუდვა, თუ პაციენტს შეუძლია და განვითარებული აქვს ყლაპვის ფუნქცია, არ არის ბავშვებთანაც შესაძლებელია, უბრალოდ, უნდა ყლაპვის ფუნქცია უკვე იყოს ჩამოყალიბებული. ასაკსაც არანაირი ხანდაზმულებშიც გაგვიკეთებია, მწოლიარე პაციენტებშიც გაგვიკეთებია, თუმცა უფრო უმჯობესია მოძრავი იყოს ადამიანი, რომ სრულად გაგებოდეს. შეზღუდვა არ აქვს, თუმცა ერთადერთი შეზღუდვა შეიძლება აღინიშნოს ის, რომ აი მიასთენიის დროს, როდესაც დისფაგია აქვს პაციენტს, ახსნათ თან ეს რას ნიშნავს? გაძნელება, ვისაც აქვს, აი მაშინ სიფრთხილით ინიშნება და ამავდროულად შესაძლოა კიდე დაინიშნოს სიფრთხილით შევიწროებების დროს, როდესაც არის კუჭმწოვრის ტრაქტის შევიწროებები, გაუვალობა, სხვა უკუჩვენება ნამდვილად არ აქვს. ბოლოსკენ ალბათ ის არის კიდევ ერთხელ აღსანიშნავი, ვთქვათ, რამდენად ზუსტ ინფორმაციას გვაქვს, ცდომილების ალბათობა, რამდენად მაღალი ან პირიქით დაბალია და თქვენთვის ეს სპეციალისტების ვინც ამ მეთოდიკის უკან გახართ რა კვლევა? ავლენს საკმაოდ მცირე დაზიანებებსაც კი, 2-3 მმ-იან პათოლოგიებსაც კი. აქვს საკმაოდ მაღალი ხარისხის გამოსახულება და ცდომილება თითქმის მინიმალურამდეა დაყვანილი. ჩვენ ამ კვლევით შესაძლებელია გამოვავლინოთ როგორც კრონის დაავადება, ასევე ცელიაკია, ცელიაკიის კი ბატონო შესაძლებელია, რა თქმა უნდა, სიმსივნეების გამოვლენა. ანუ პრევენციული მეთოდიკა აქვს, აი ალბათ ორი წუთი რჩება და ამაში გამოვიყენოთ, რამდენად შემიძლია მე უბრალოდ იმისთვის, რომ პრევენცია მოვახდინო სამომავლო რაღაც გართულებების და დაავადებების, უბრალოდ პრევენციულად გადავყლაპო ეს. პრევენციულადაც, იშვიათად კეთდება, თუმცა პრევენცია ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, ადრევი დიაგნოსტიკა ყოველთვის კარგია. და ზუსტად ძალიან მცირე ზომის პათოლოგიებსაც რახან ავლენს, უკვე თუმცა იქ შეიძლება იყოს მცირე ზომის პოლიპი, ან რომელიც კლინიკურად სისხლდენით არ იყოს გამოვლენილი, მაგრამ პრაქტიკაში გექნებათ უკვე როცა პრევენციაში დაგხვარებიათ ხომასე. ასევე ალბათ ხაზი უნდა გაუსვათ, რომ მსგავსი პრობლემები, პათოლოგიები მომრავლებულია, ასაკიც დაწეულია და ამ კუთხითაც მსგავს შესაძლებლობებს აქვს დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს პრობლემის დაზუსტება და შემდეგ
უნდა გავმოფხრა. რამდენად რთულდება ჩვენი ცხოვრების წესიდან არასწორი კვებიდან გამომდინარე მსგავსი პრობლემები რამდენად აქტუალურია? ეს პრობლემატური საკითხია, გეთანხმებით, მაგრამ პირველ ეტაპზე ტრადიციული ენდოსკოპიური კვლევებია მოწოდებული, პირდაპირ კაფსულით არ ვიწყებთ და უკვე თუ პრობლემა არის, რა უნდა შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. და ერთსაც ვიტყოდი, ბოდიში შეგაწყვეტინეთ, რომ მრავალი წელია უკვე ჩვენთან კეთდება ნიუ ჰოსპიტალში ეს ჩარევა, არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში. და ამიტომ ინფორმაციის სიმცირის გამო რაღაც ნაწილს შეიძლება პაციენტებისას უწევდეს ქვეყნის დატოვება. აი ზუსტად ამას ემსახურება ესეთ ერთს რომ მიმართულებით ცნობიერება ავამაღლოთ, მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს რომ თანამედროვე კვლევების ჩატარება შესაძლებელია და მართლა უცბად ვამბობ რაღაცა უმტკივნეულო არაინვაზიური არ ვიცი. არ არის ინვაზიური ამბულატორიული და სრულად კომფორტული, მაგრამ ამავე დროს სიღრმისეული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც პაციენტებისთვის, მით უმეტეს თუ ამას პრევენციული ხასიათიც აქვს. წარმატებებს გისურვებთ, ყველაფერს, რომ ნაკლებ პაციენტს გისურვებთ.